ერთ ყველაზე საშიშ და ძლიერ მტაცებლად ითვლება. მათზე ხომ ლეგენდებია გავრცელებული და ყველას ვისაც სხვა უყვარს ვიგენის შიშიც აქვს. რეალურად ასეთი სახი ფათოა ზვიგენი თუ ეს ყველაფერი მოგონილია. თუ ზვიგენსაც ეშინია სხვა რომელიმე არსების. წარმოიდგინეთ ისეთ საშიშ არსებას, როგორიც უზარმაზარი თეთრი ზვიგენია, შიშის მიზეზი აქვს. არ მოგესმათ. ეს ვიდეო სწორედ ამ მიზანს ემსახურება. დაგარწმუნებთ, რომ ზვიგენებსაც ეშინიათ. ამიტომ ბოლომდე უყურეთ ვიდეოს და ნახეთ ზვიგენების დაუძინებელი მტრები. დასაწყისში კი არხის გამოწერა და ზარის ღილაკის გააქტიურება არ დაგავიწყდეთ. დავიწყოთ. დელფინები. სხვადასხვა ფილმების, მონათხრობების ან წიგნების გამო საზოგადოებაში ჩამოყალიბდა აზრი, რომ ზვიგენი ხელშეუხებელია. ძალიან საშიშია და მას ვერ მიუახლოვდება სხვა ვერცერთი წყლის ბინადარი. რადგან ზვიგენი მას მაშინვე შუაზე გაგლეჯს, თუმცა ეს უბრალოდ მითია. ფაქტები სულ სხვა რამეს ამბობენ. არსებობენ ზღვის არსებები, რომლებიც ღირსეულად უწევენ წინააღმდეგობას უზარმაზარ ზვიგენებს და ამ ბრძოლაში გამარჯვებულებიც კი რჩებიან. ზვიგენი უბრალოდ მარცხდება. თქვენ წარმოიდგინეთ, ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ სიაშია, ეს დელფინია. თუმცა, სანამ დეტალების განხილვაზე გადავალთ, გეტყვით, რომ ზვიგენებს არა მხოლოდ ეშინიათ დელფინების, არამედ ვერ ბედავენ მათ ტერიტორიაზე გაცურვას. სწორედ ერთ-ერთი ასეთი ტერიტორია შავი ზღვა. შავი ზღვის წყლებში ძალიან დიდი კონცენტრაციითაა წყალბადის სულფიდი. თითქმის 90%-ითაა გაჯერებული. რასაკვირველია, ზვიგენები ამას გრძნობენ. მათი ინსტინქტი ასეთ საფრთხეებს ძალიან კარგად არჩევს. შავ ზღვაში 100 მეტრის ქვემოთ ციცოცხლე არ არსებობს, ხოლო ზვიგენებს სიღრმეში ცურვა უყვართ. თუ კი ზვიგენი შავ ზღვაში სიღრმეში გაცურავს, მაშინ ის მშიერი დარჩება, რადგან იქ ციცოცხლე, როგორც აღვნიშნეთ, არ არსებობს, ხოლო ზემოთ, სადაც ციცოცხლე ჯგებს, მას პინძელი ელოდება, დელფინი. ამ საოცარ ძუძუმწოვრებთან შეტაკებით ზვიგენი ძალიან რისკავს სიცოცხლით და რადგანაც დელფინები დიდებული უნარებით არიან დაჯილდოვებულნი, ზვიგენებთან გამკლავებაც არ უჭირთ. დელფინების მთავარი იარაღი ეს ოჯახია. ისინი ყოველთვის ჯგუფებად გადაადგილდებიან და შეტაკების შემთხვევაშიც ჯგუფურად უტევენ. ყოფილა არაერთი შემთხვევა, როცა დელფინთა ჯგუფი თავს დასხმია ზვიგენს და ეს შერკინება, რა თქმა უნდა, დელფინების გამარჯვებით დასრულდა. დელფინები ყოველთვის იცავენ ოჯახებს და ხშირ შემთხვევაში ადამიანებსაც კი ზვიგენის თავდასხმისგან. მაგალითად, ერთი ასეთი საოცარი შემთხვევა მოხდა 2017 წლის ივლისში, კალიფორნიის სანაპიროზე. 24 წლის ტოდ ენდრიუ მეგობრებთან ერთად სერფინგზე წავიდა. ის დღეც ერთი ჩვეულებრივი იყო. ტოდი ნამდვილი პროფესიონალი გახლდათ და მშვიდად ასრულებდა თავის საქმეს. ერთ მომენტში მან ქვემოდან ძლიერი დარტყმა იგრძნო და ის თავის დაფასთან ერთად ჰაერში აისროლა დარტყმის ძალამ. მისი მეგობრები ამ ყოველივეს საკუთარი თვალით ხედავდნენ და ეს ისტორიაც სწორედ მათ დაწერეს. როგორც აღმოჩნდა, ტოდს ზვიგენი დაესხა თავს. ზვიგენი ცდილობდა, რომ ბიჭი სიღრმეში ჩაეთრია და იქ შეეჭამა. ტოდი მთელი ძალებით ცდილობდა მტაცებლის მოშორებას, ყვიროდა და დახმარებას ითხოვდა. თან რაც შეეძლო ზვიგენს ერთი ხელით ურტყამდა, მეორე ხელით კი დაფას ეჭიდებოდა. ერთი სიტყვით, ის დიდ გასაჭირში იყო და პრაქტიკულად იმედი არ არსებობდა, ის განცირული იყო. მომენტალურად ზვიგენმა მას თავი დაანება და სხვა მიმართულებით გაცურა. ბიჭი დაჭრილი იყო, სისხლის დიოდა, თუმცა ზვიგენმა მას თავი დაანება. როგორც მისმა მეგობრებმა თქვეს, იმ დროს იქ დელფინების ჯგუფი გამოჩნდა, რომლებმაც ზვიგენს შეუტიეს და ზვიგენიც შეშინებული წავიდა იქედან. ტოდს სერიოზული დაზიანება ჰქონდა სხეულზე. როგორც აღვნიშნეთ, სისხლის დიოდა, ამან კი კიდევ ერთი საფრთხე წარმოშვა. სისხლზე ზვიგენი უკან მობრუნდა, თუმცა დელფინთა ჯგუფმა არ მისცა იმის საშუალება, რომ ტოდს მიახლოვებოდა. მეგობრებმა სასწრაფოდ ამოიყვანეს ტოდი წყლიდან და წაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც მას დახმარება აღმოუჩინეს. საინტერესოა, დელფინებმა წინასწარ იგრძნეს საფრთხე და ამიტომ იყვნენ მზად ბიჭის დასაცავად თუ უბრალოდ ეს დამთხოვა იყო. ეს შემთხვევა ნამდვილად შთამბეჭდავია. დელფინი ზვიგენის დაუძინებელი მტერია და სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ შედის ის შავ ზღვაში. ცელნამგალა ვეშაპი. ეს ცივსისხლიანი მკვლელი მზადაა ნებისმიერ ფასად გაანადგუროს ზვიგენი, თუ კი ის გზაზე გადაეღობება. უკეთესად რომ შევადაროთ ეს ორი არსება ერთმანეთს, მოდი ვისაუბროთ მათ ზომებზე და თვისებებზე. თეთრი ზვიგენი განსაკუთრებით დიდი ზომის ზვიგენია, რომელიც ოკეანის სანაპირო რეგიონებში ბინადრობს. მისი სიგრძე საშუალოდ 5 მეტრს აღწევს, ხოლო წონა 700 კილოგრამს. გვხვდება 1 ტონიანი ინდივიდებიც. შესაბამისად, დღემდე ცნობილი ყველაზე დიდი მტაცებელი თევზია.
წყალქვეშა სამყაროში თეთრი ზვიგენი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი არსებაა. მისი იდეალური სხეულის ფორმა საშუალებას აძლევს განავითაროს დიდი სიჩქარე წყალში და იყოს იდეალური მონადირე. უზარმაზარი პირი ბასრი და დიდი კბილებით მსხვერპლს სასიკვდილო ჭრილობებს აყენებს. მისი ყბა ძალიან ძლიერია. საშუალოდ 5-6 მეტრის სიგრძის თეთრ ზვიგენს შეუძლია 18000 ნიუტონის ძალის დაწოლა. შედარებისთვის ცხოველთა მეფის ლომის ყბის ძალა კმენისას 4000 ნიუტონია, რაც ცხოველთა სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე დიდ მაჩვენებლად ითვლება. ამ ყოველივეს ფონზე ზვიგენი წყალქვეშა სამყაროში დაუმარცხებელი უნდა იყოს, თუმცა ჩვენ ხომ მკვლელ ვეშაპზე, ცელნამგალაზე უნდა ვისაუბროთ, რომელიც უნიკალურია, სასტიკი და შეუტარებელია. ცელნამგალა ვეშაპი წყლის ძუძუმწოვარი ცხოველი, დელფინის წმინდა ოჯახიდან. გავრცელებულია მსოფლიოს ყველა ოკეანეში, დაწყებული ცივი არქტიკული და ანტარქტიკული რაიონებიდან დამთავრებული ტროპიკული ზღვებით. ზღვის ბინადართა შორის ერთ-ერთ ყველაზე უფრო მისი შეფერილობა კონტრასტულად მოშავო მოთეთრო ფერისაა. აქვს 13 სანტიმეტრამდე სიგრძის მასიური კბილები, მოკლე თავი, რომელიც მობრტყელებულია ზემოთ. მამრის სხეულის სიგრძე 10 მეტრამდეა და წონა 7,5 ტონას აღწევს. დედრისკის შესაბამისად საშუალოდ 7 მეტრი, წონა კი 4 ტონამდე. ადამიანის მიმართ განსაკუთრებულ აგრესიას არ ამჟღავნებს. ცელნამგალა ვეშაპს მკვლელი ვეშაპი შეარქვეს. მას ტყუილად არ შეარქვეს ეს სახელი. ის მტაცებელი დელფინია, რომელიც ყველანაირი ცოცხალი არსებით იკვებება. თევზით დაწყებული მოლუსკებით დამთავრებული. და თუ ცელნამგალა დანაყრებულია, ძალიან საყვარელი და მზრუნველია. იგი სხვა ვეშაპებზე ზრუნავს, მაგრამ თუ მშიერია, აქ სულ სხვაგვარადაა საქმე. მისთვის შინაური და გარეული არ არსებობს. ჭამს ყველაფერს ნებისმიერი ზომისას და წონისას. ზვიგენსაც კი თუ მოინდომებს. თუ მსხვერპლი პატარაა, ერთი თავდამსხმელი ცერევა, მაგრამ თუ ერთი დარტყმით ვერ მოერია, მაშინ საშუალოდ სხვა ცელნამგალებიც მოდიან. ისინი ვეშაპებს ესხმიან თავს და თუ ერთი დარტყმით ვერ მოკლეს, მაშინ რიგრიგობით მიდიან და ხორცებს აგლეჯენ. მანამ არ მოეშვებიან, სანამ არ მოკლავენ. ამ გიგანტებს დღეში დაახლოებით 150 კილოგრამი საკვები სჭირდებათ. ყველაზე საინტერესო ვეშაპების ნადირობაა. ისინი მთლიანად კი არ ჭამენ მსხვერპლს, არამედ ცდილობენ პირი გაუღონ. ვეშაპის ენა მათთვის საყვარელი საკვებია, ამიტომაც პირდაპირ ენას აგლეჯენ. ნადირობისას საკმაოდ კარგი სტრატეგები არიან. სხვადასხვა ცხოველზე თავდასხმისას ისინი სხვადასხვა სტრატეგიას ირჩევენ. მათ მშვენივრად იციან მსხვერპლის სისუსტე და ამიტაც სარგებლობენ. ზვიგენებთან შერკინებისას ცელნამგალა ვეშაპი სხვადასხვა მეთოდს იყენებს. პირველ რიგში ის კუდის დარტყმით ორიენტაციას ურევს მას და შემდეგ საქმეში მისი კბილები ერთვება. მასთან ზვიგენს არანაირი შანსი არ აქვს. ცელნამგალა ვეშაპები ხშირად ჯგუფურად ესხმიან თავს ზვიგენებს. ისინი წრეში მოაქცევენ მას და ჯერ რიგრიგობით ურტყამენ კუდს, ხოლო შემდეგ აქეთ-იქიდან კბენენ და ხორცებს აგლეჯენ. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ცელნამგალა ვეშაპები ახალ თაობას ნადირობას ასწავლიან და გამოცდილებას გადასცემენ. შესაბამისად, ყოველი ახალი თაობა განსაკუთრებით საშიში და დახელოვნებული მონადირე ხდება. მათ წინააღმდეგ ზვიგენი უბრალოდ უძლურია. ბრაზილიური მანათობელი ზვიგენი. ეს კიდევ ერთი არსებაა, რომელსაც თეთრ ზვიგენს ძალიან ეშინია. წარმოიდგინეთ, ბრაზილიური მანათობელი ზვიგენი საშუალოდ 57 სანტიმეტრს აღწევს ზომაში, მაგრამ ის უზარმაზარ თეთრ ზვიგენს აშინებს. ეს მანათობელი ზვიგენი ფსკერთან ახლოს ბინადრობს. შუაღამისას ის იღვიძებს და სანადიროდ გამოდის. როდესაც მას უყურებ, ფიქრობ, რომ ის ვერაფერს დაუშავებს ზვიგენს. წარმოიდგინეთ, ის ხომ სულ 57 სანტიმეტრისაა ზომით, ხოლო თეთრი ზვიგენი, როგორც აღნიშნეთ, საშუალოდ 5 მეტრამდე იზრდება. მისი სხეული კუნთოვანი მასისგანაც კი არ შედგება, თუმცა საკმარისია გახსნას პირი, რომ უკვე ყველაფერი აშკარა ხდება. კბილებზე დაგვირობით ხვდებით, რომ ის ხორცის მჭამელია. მისი საცხოვრებელი ადგილიდან გამომდინარე, ხშირად ხვდება თეთრ ზვიგენს, რადგან ისინი სიღრმეში ბინადრობენ. ბრაზილიური მანათობელი ზვიგენი მსხვერპლს გვერდიდან კბენს. ხორცში მჭიდროდ ეჭიდება და ტრიალს იწყებს. ის ბურღივით ბრუნავს იქამდე, სანამ ხორცს არ ამოაგლეჯს მსხვერპლს. ამ შემთხვევაში თეთრ ზვიგენს. იარა ძალიან ღრმაა და შეუხორცებელი, საიდანაც უამრავი სისხლის დის ზვიგენს. თუმცა ერთნაკ კბენზე როდის ჩერდება. ასეთს რამდენიმე საკეთებს და საბოლოოდ 5 მეტრიანი თეთრი ზვიგენი სისხლისგან იცლება. და მისი სიკვდილის მიზეზი წარმოიდგინეთ, ეს პატარა 57 სანტიმეტრიანი არსება ხდება. სწორედ ასეთი რთული ცხოვრება აქვს ზვიგენს და არც ისეთი ძლიერი და სასტიკი მტაცებელია წყალქვეშა სამყაროში, როგორც ეს საზოგადოებაშია გავრცელებული. თუ კი ამ ვიდეოდან რაიმე ახალი გაიგეთ,